ხელისუფლება შორდება მოსახლეობას, ასე შეაფასა დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციის კანონიერებისა და სამართლიანობის ინსტიტუტი დამფუძნებელმა ბეჟან გობაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები. მისი განცხადებით ხულოს მოსახლეობას იმედები როგორც ცენტრალურმა, ისე ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ბიუჯეტის დაგეგმვის დროს გაუცრუა, რადგანაც უკანასკნელი 3 წლის მანძილზე ხულო აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან მინიმუმ 2-ჯერ ნაკლებ თანხას იღებს. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან კი არც ერთ თეთრს. ბეჟან გობაძე მიიჩნევს, რომ მოქალაქეების ნდობის დასაბრუნებლად ხელისუფლებამ საბიუჯეტო მიდგომა უნდა შეცვალოს, რადგანაც დღევანდელი გადმოსახედიდან ხულოს მცხოვრებლებს უჭირთ იმის დაჯერება, რომ ხელისუფლების მხარდაჭერით აშენებულ ჰესებს მათთვის სარგებლის მოტანა შეუძლია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მათივე მტკიცებით, მარტში აჭარის 5-ვე მუნიციპალიტეტი დამატებით თანხას მიიღებს, მათ შორისაა ხულოც. ხელისუფლებამ აბსოლუტურად დაკარგა ხალხის ნდობა. მოსახლეობას არ ჯერავს, რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა რაიმე სიკეთეს მოუტანს მათ. უნდა აღდგეს სამართლიანობა, უნდა დაუბრუნდეს ხულოს რაიონს, შუახევის რაიონს და სხვა რაიონებს ის, ასე ვთქვათ, წაღებული, ანუ არ მიცემული თანხები, რაც ეკუთვნოდა ამ შემთხვევაში ხულოს რაიონს და შესაძლებელია ნდობის აღდგენა და შემდგომ შეიძლება ლაპარაკი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და ლაპარაკი იმაზე, თუ რას მოუტანს ეს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ადგილობრივ მოსახლეობას. 1,400,000 ლარით მეტი მიიღო ხულომ გათანაბრების ტრანსფერის სახით. რაც შეეხება პროექტებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც ქონდა წარმოდგენა, ისინი ყველა დაფინანსებულია. თუმცა ახლა მე შემიძლია ისიც დავამატო, რომ ეხლა ზუსტად ბიუჯეტის ცვლილებაზე მუშაობთ და დამატებით წარმოდგენილი პროექტები, რაც აქ ხულოს, არა მარტო ხულოს, ყველა მუნიციპალიტეტზეა. რა პროექტებიც იქნება, პროექტების განხილვა და შესაძლებელია, რომ თანხის დამატება მოხდეს. მაგრამ აქვე მინდა დავამატო ის, რომ გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 1,5 მილიონი ლარით არის გაზრდილი ხულოს ბიუჯეტი.